სამართლიანი არჩევნები სოციალური მედიის მონიტორინგს 2018 წლიდან ახორციელებს ჩვენ სოციალურ ქსელებში, სოციალური მედიის პლატფორმებზე ვსწავლობთ იმ აქტორების ქცევას, რომლებიც პოლიტიკური მიზნით მოქმედებენ და ავრცელებენ სხვადასხვა გზავნილებს და იყენებენ სხვადასხვა მეთოდებსა თუ ტაქტიკებს. ჩვენს ანგარიშებში, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ ჩვენს რეპორტებში ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე ქალების წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიები და ონლაინ კამპანიებმა აჩვენა, რომ ქალების წინააღმდეგ განსხვავებული შინაარსის გზავნილები გამოიყენება და სწორედ ამიტომ საარჩევნო წლის დასაწყისში, 2024 წლის დასაწყისში ჩვენ პირველად გამოვეცით დამოუკიდებელი რეპორტი, რომელიც სწორედ გენდერული ნიშნით დისკრედიტაციას ეხებოდა ონლაინ სხვადასხვა სოციალურ მედიის პლატფორმებზე. ერთადად Facebook და TikTok-ზე. Facebook-ზე და TikTok-ზე. დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებულია პოლიტიკური მიზნით მოქმედი აქტორების მიერ ეს სოციალური ქსელები. Facebook-ი არის ყველაზე ხშირად მოხმარებადი სოციალური ქსელი და ჩვენ 2024 წლის დასაწყისში, როგორც მოგახსენეთ, პირველად გამოვეცით რეპორტი და შემდეგ უკვე წინასაარჩევნო პერიოდში, ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს დავაკვირდით, რომელიც 27 აგვისტოდან დაიწყო და ჩვენმა დაკვირვების პერიოდმა მოიცვა დასრულდა არჩევნების დღეს, მოიცვა არჩევნების დღეც. და რაც შეეხება შინაარსობრივ ანალიზს და მთავარ მიგნებებს, აი ძირითადად რა ნიშნით და რა ფორმით ხდებოდა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ აქტივისტი ქალების დისკრედიტაცია. როდესაც შინაარსობრივი ნაწილი შევისწავლეთ, ქალების წინააღმდეგ გავრცელებული გზავნილების, აღმოვაჩინეთ, რომ ქალები ყველაზე ხშირად სწორედ გარეგნობის ნიშნით ხდებიან ხოლმე დისკრედიტაციის სამიზნეები. ისინი დისკრედიტაციის და დაცინვის სამიზნე ხდებიან წონის, სიმაღლის, სხეულის ფორმების გამო, ასევე შესაძლოა დისკრედიტაციის სამიზნე გახდნენ არაფემინურობის ან ნაკლებად ფემინური სტილის გამო. გარდა ამისა, მუდმივად დაცინვის და გაქილიკების საგანია ქალების პირადი ცხოვრება, მათი ცხოვრების ინტიმური დეტალები. ასევე საინტერესო რომ პირადი ცხოვრების გამო დისკრედიტაციის სამიზნე ხდებიან არა მხოლოდ პოლიტიკაში ჩართული ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ პოლიტიკოს კაცებთან დაკავშირებული ან წარსულში დაკავშირებული ქალები, მაგალითად ცოლები, პარტნიორები, ყოფილი მეუღლეები, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ საზოგადოებისთვის ცნობილი არიან გამომდინარე იქიდან, რომ დაკავშირებული არიან იყვნენ პოლიტიკოს კაცებთან, აი ეს ქალებიც ხშირად პირადი ცხოვრების გამო ხდებიან დისკრედიტაციის სამიზნე. როგორც წესი, ქალების წინააღმდეგ გავრცელებულ გზავნილებში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე და ისახება საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები. ჩვენ სხვადასხვა მიზნით მოქმედ აქტორებს ვაკვირდებით, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით ან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ სუბიექტებს. ასევე ვაკვირდებოდით წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან მოქმედ გვერდებს, რომლებიც საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ავრცელებდნენ სხვადასხვა ტიპის გზავნილებს და მათ შორის ამ გვერდებზე გავრცელდა სექსისტური გზავნილები, მაგალითად სალომე პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს ასახავდა და გენდერულ როლებს მაგალითად მოუწოდებდნენ და აკავშირებდნენ სამზარეულოსთან. მუდმივად ვხედავთ ამ პოსტებში ქალებისთვის ადგილის მიჩენას, რაც განსაზღვრას და მათთვის საზოგადოებაში ადგილის განსაზღვრას და რეალურად აი ამ გზავნილების და ამ პოსტების მიზანი ხშირად არის სწორედ ის, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლი და მათი მნიშვნელობა იყოს გაუფასურებული და სწორედ გარეგნობაზე მუდმივად აქცენტის გაკეთებით, მათ პირად ცხოვრებაზე, გაშარჟებით, პირადი ცხოვრებით და შერცხვენის მცდელობებით ისინი დაარცხვინონ და მათი როლი საერთოდ გააუფასურონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მართალია ამ შემთხვევაში თქვენს ფოკუსში უმეტესად იყვნენ ქალები, თუმცა როგორც სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული, მსგავსი სექსისტური განწყობები ასე ვრცელდებოდა კაცების დისკრედიტაციის მიზნითაც. ხო მართალია, აი თუ იყო განსხვავება და ძირითადად რა იყო განსხვავებული, ვთქვათ, მეთოდებსა და ნარატივებში ამ თვალსაზრისით. დიახ, სექსისტური შინაარსის გზავნილები კაცების წინააღმდეგაც ვრცელდებოდა და რას გულისხმობთ, შესაძლოა მაყურებელსაც შეხვედრით
მკვიდრია Facebook-ზე ან TikTok-ზე, როდესაც კაც პოლიტიკოსებს ან საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა კაცებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს გამოსახავენ ხოლმე ქალის ტანსაცმლით ან ქალისთვის დამახასიათებელი ფემინური აქსესუარებით, რაც სწორედ მათი გაშარჟების მიზნით არის გამოყენებული. ხშირად ფემინურობა არის დასამცირებელი, ფემინურობა არის გამოყენებული იმისთვის, რომ ეს კაცებიც არასერიოზულად იყვნენ აღქმული, ფემინურობა გაიგივებულია მარცხთან და სწორედ ასე ხდება სექსისტური შინაარსის გზავნილების გავრცელება კაცების წინააღმდეგ. და კვლევაში საუბარია ტრანსფობიურ გზავნილებზეც. ამაზე რას გვეუბნება სამართლიანი არჩევნების რამდენად მძლავრია ეს განწყობები ჩვენს საზოგადოებაში თქვენი კვლევის და ანგარიშის მიხედვით? დიახ, ჩვენი კვლევა საზოგადოებრივ განწყობებს ნაკლებად ასახავს, ამაზე უფრო ალბათ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარ ორგანიზაციებს შეუძლიათ ისაუბრონ, თუმცა ჩვენ რაც ვნახეთ საანგარიშო პერიოდში ორი გახმაურებული ფაქტი მოხდა. ერთ შემთხვევაში ცნობილი ტრანსგენდერი ქალის კესარი აბრამიძის მკვლელობა სექტემბრის თვეში, რასაც მოყვა ტრანსფობიული გზავნილების გავრცელება სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის ალტინფოს მხარდაჭერის მიზნით მოქმედ ანგარიშებზე, როგორც Facebook-ზე, აგრეთვე TikTok-ზე და ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანგარიშებზე. აგრეთვე შემდეგ კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა, როდესაც ტრანსგენდერ აქტივისტს ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ თბილისში და აი ამ ორი შემთხვევის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ ვრცელდებოდა პოლიტიკური მიზნით მოქმედ გვერდებზე და ანგარიშებზე, როგორც Facebook-ზე, ასევე TikTok-ზე ტრანსფობიური გზავნილები. ზოგ შემთხვევაში ეს ჰომოფობიური და ტრანსფობიური გზავნილები გამოიყენებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ და ასევე გამოიყენებოდა ანტიდასავლური გზავნილების გასავრცელებლად. და ბოლოს ძალიან მოკლედ, რა იქნება თქვენი რეკომენდაციები? ეს ნაწილი ალბათ მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა არის ყველაზე ეფექტური გზა და საშუალება იმისათვის, რომ ამა თუ იმ პლატფორმაზე მაქსიმალურად შემცირდეს სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ თავდასხმის შემთხვევები. დიახ, ნებისმიერ მომხმარებელს, Facebook მომხმარებელს ან TikTok-ის მომხმარებელს, რომელსაც არ სურს, რომ ასეთი ტიპის გზავნილების გავრცელებას შეუწყოს ხელი და იმ მავნე აქტორებს შეუწყოს ხელი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ფულსაც კი ხარჯავენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ Facebook მომხმარებელს და TikTok-ის მომხმარებელს შეხვდეს საკუთარ feed-ში აღნიშნული გავრცელებული გზავნილები. ვურჩევდი, რომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთი რეაქცია არ გამოხატონ, მათ შორის არც გაბრაზების რეაქცია, თავი შეიკავონ დაკომენტარებისგან, ან იმ შემთხვევაშიც კი თუ თანამოაზრეებს უზიარებენ აღშფოთებულები ამა თუ იმ გზავნილს, რადგან ჩვენ საკმაოდ მძიმე შინაარსის სექსუალიზებულ გზავნილებსაც ვხედავთ ქალების წინააღმდეგ, ვურჩევდი, რომ არ გააზიარონ, მათ შორის თუნდაც თანამოაზრეებს არ გაუზიარონ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ისე მოუყვენ, გადასცენ ინფორმაცია, თუმცა ნებისმიერი გაზიარება, ნებისმიერი რეაქციის გამოხატვა არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოწონება იქნება თუ გაბრაზებული ემოციის გამოხატვა პოსტებზე ხელს უწყობს გამავრცელებელს და ეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტ Facebook-ის ან TikTok-ის მომხმარებელს აჩვენონ საკუთარი გზავნილები, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით ავრცელებენ.